სხვა შორის აი ასეთი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი დამახასიათებელი იყო ფროიდის დიდი მასწავლებლისთვის ფრიდრიხ ნიშესათვის, იმიტომ რომ მისი ხელოვნების თეორია ზუსტად ასეთია. იგი ამბობს, რომ ლტოლვები და ინსტინქტები განსაზღვრავენ მხატვრულ მოქმედებას. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოდ მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ეს იდეა, ბიოლოგიზმი, ასე ვთქვათ, საზოგადოდ და კონკრეტულად ხელოვნებასთან მიმართებაში ძალიან პოპულარული იყო. ძალიან პოპულარული იყო და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. იმიტომ რომ იმ ხანად დავაკონკრეტოთ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა მეცნიერებების, ასე ვთქვათ, გაფურჩქნა, ეს იყო მათი აღზევების პერიოდი, ვითარდებოდა არნახული ტემპებით ბიოლოგია, სხვა მეცნიერებების გვერდით და ფსიქოლოგიას ჰქონდა წადილი ასეთი, რომ გამხდარიყო, ასე ვთქვათ, ძალიან ზუსტი და მეცნიერული, მოდით ბრჭყალებში ვთქვათ, და გამოეყენებინა ის მონაპოვარი, რომელსაც იგი ხედავდა ამ შემთხვევაში ბიოლოგიურ მეცნიერებაში. ასე რომ ბიოლოგიით ასეთი მონუსხვაც თავის მხრივ გარკვეული მიზეზებით, ძალიან კონკრეტული მიზეზებით აიხსნება. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ სტუდენტები ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ნუ თუ ფსიქოლოგია ეს არის ფროიდი. არა, ფროიდი არის ერთი თეორიის ავტორი, ფსიქოანალიზის ავტორი, თავად ფსიქოანალიზში არის უამრავი მიმართულება, მისმა მოწაფეებმა ფაქტიურად დაანგრიეს, ასე ვთქვათ, აი ეს პოსტულატები, შეიძლება შევარბილოთ, შეცვალეს ის პოსტულატები, რომელზეც იდგა ეს თეორია. მაგალითად, თვით ის, ასე ვთქვათ, მისი უსაყვარლესი მოწაფეები, როგორებიც იყვნენ კარლ გუსტავ იუნგი და ოტო რანკი, ცვლიდნენ, ასე ვთქვათ, დიდი მასწავლებლის, ან დიდი მამის შეხედულებებს, რაც ამ თეორიის სიცოცხლის უნარიანობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დასტურია და გამოვლინება. იმიტომ რომ იგივე იუნგის თეორიაში ხელოვნების სტიმულად წარმოდგენილია არა მხოლოდ ბიოლოგიური ძალები, არამედ ეგრეთ წოდებული სიმბოლოები და არქეტიპები, რომლებიც უკვე კოლექტიურ, არა პიროვნულ არაცნობიერს განეკუთვნება, არამედ კოლექტიურ არაცნობიერს. აი ის სტუდენტები, რომლებიც ივლიან ჩემს ლექციაზე, რა თქმა უნდა, ამ საკითხებს უფრო ფართოდ, უფრო დეტალურად და უფრო ღრმად შეისწავლიან და უფრო მეტიც მათ საშუალება ექნებათ და ალბათ ეს ყველაზე საინტერესოა, რომ ერთი და იგივე მხატვრული ნიმუში, აი მაგალითად სალვადორ დალის ნარცისის მეტამორფოზა განიხილონ ჯერ ფროიდის თეორიის რაკურსიდან და შემდგომ იუნგის თეორიის რაკურსიდან. და უფრო მეტიც არის კიდევ სხვა ძალიან საინტერესო თეორიები ხელოვნების ფსიქოლოგიაში და ასევე მათ ექნებათ შანსი, რა თქმა უნდა, თუ შესაბამის, ასე ვთქვათ, ძალისხმევას გამოიყენებენ და კარგად ისწავლიან, რომ იგივე ეს სალვადორ დალის ნარცისის მეტამორფოზა კიდევ სხვა თეორიული რაკურსებიდან განიხილონ და შეისწავლონ. მე მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია თეორიათა დიდ სიმრავლეს მოიცავს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. თვითონ ხელოვნების ფსიქოლოგია არის მულტიდისციპლინარული. ანუ მულტირაკურსულობა მისთვის არის არსებითად დამახასიათებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მაშინ რაც შეეხებოდა ექსპლიკაციას. ექსპლიკაციაში შედის, ექსპლიკაცია ეფუძნება უფრო სწორედ კითხვას, რატომ? და ისევ და ისევ რომ გავიმეორო, რაც ვთქვი, გააჩნია თეორიულ, ასე ვთქვათ, რაკურსს, რომელი თეორია ცდილობს უპასუხოს კითხვას რატომ. ამის და მიხედვით თეორიული, ასე ვთქვათ, რაკურსიდან გამომდინარე, იცვლება, რა თქმა უნდა, პასუხი კითხვაზე რატომ და ჩვენ ამაზე ფაქტობრივად უკვე ვისაუბრეთ. ასევე შედის მეორე ძირითადი ამოცანა ხელოვნების ფსიქოლოგიის ამოცანებში, ეს გახლავთ დესკრიპტული ამოცანა, კითხვა როგორ. დესკრიფცია მოგეხსენებათ ნიშნავს აღწერას, თუ კი ექსპლიკაცია არის ახსნა, დესკრიფცია არის აღწერას. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგის ამოცანა არის ხელოვნების აღწერა. ოღონდ აღწერა როგორ? არა მხოლოდ ფაქტების კონსტანტირება, რომ ჩვენ ვხედავთ სიტყვაზე მხატვრულ ტილოზე ამას და ამას, გამოყენებულია ესა და ეს შუქჭრდილი. სხვათა შორის, როდესაც ხელოვნების თეორეტიკოსი აღწერს მხატვრულ ნაწარმოებს, მე მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი თხზულებები, თქვენ იქ ნახავთ, რომ ძალიან დეტალურად არის ხოლმე აღწერილი
მაგალითად მხატვრული ტილოს თავისებურებები, შუქჭრდილი, ვთქვათ, კოლორიტი, კომპოზიცია, ხო და ასე შემდეგ. სხვათა შორის ალბათ ისიც იცით, რომ სამხატვრო აკადემიებში დეტალურად შეისწავლება კომპოზიციური კანონები, შუქჭრდილის კანონები, ფერთა შერევის კანონები, ხო მართალია? და როდესაც ხელოვნების თეორია მსჯელობს მხატვრულ პროდუქტზე, იგი ყოველთვის აი მეტალონიდან ამოდის, რომ აი ეს კანონები როგორ არის გათვალისწინებული ფერთა შერევის, კომპოზიციის და ასე შემდეგ კონკრეტულ მხატვრულ პროდუქტში, მაგრამ ფსიქოლოგი ცოტა სხვა გზას ირჩევს. ის როდესაც აღწერს როგორ, რომ თუ კი ვთქვათ, გამოყენებულია ლურჯი ფერი, როგორ შეიძლება ეს ლურჯი ფერი იქნეს გაგებული როგორც სიმბოლო. თუ კი ვთქვათ, ავტორმა შეგნებულად დაარღვია კომპოზიცია, თუ კი მან დაარღვია პერსპექტივის კანონები და მთელი თანამედროვე ავანგარდული ხელოვნება, ეს არის ფაქტობრივად უარის თქმა არსებულ კანონებზე, არა? რა თქმა უნდა, პერსპექტივის კანონებზე უარს ამბობენ თანამედროვე მხატვრები სავსებით შეგნებულად, ფერთა შერევის კანონებზე, მაგრამ ჩვენ ფსიქოლოგები ვინტერესდებით რითი? რატომ? თუ კი შეიცვალა, ვთქვათ, აი ყველა ეს კანონი და თუ კი ხელოვანმა თქვა კანონებზე უარი, რატომ? რისი გამოვლინება არის ეს? ჩვენ არ კმაყოფილდებით პასუხით. ასეთია ეპოქის სულისკვეთება. ჩვენ გვაინტერესებს რატომ არის ასეთი ეპოქის სულისკვეთება. როდესაც მაგალითად ჯეიმს ჯოისი წერს თავის სახელგანთქმულ ულისეს და ეს არის ფაქტობრივად თანამედროვე ოდისეა, იმიტომ რომ ოდისევსი არის ულისე, რა და ის უარს ამბობს ყველაფერზე, ფაქტობრივად ფაბულაზე, ანუ შინაარსზე, იმიტომ რომ თუ კი წაიკითხავ ძველი ასე ვთქვათ ტრადიციული მეთოდებით ამ რომანს, ელემენტარულად ვერაფერს ვერ გაიგებ. როცა ის უარს ამბობს უბრალოდ პუნქტუაციაზე, ანუ სასვენ ნიშნებზე. რატომ? ისმის კითხვა. და ვიმეორებ, ჩვენთვის არ არის საკმარისი პასუხი ასეთია ეპოქალური სულისკვეთება. რატომ? რატომ არის თანამედროვე ადამიანი თავისი მოდით ვთქვათ ისევე სიტყვა სულისკვეთებით, ასე რადიკალურად განსხვავებული სხვა ეპოქების ადამიანებისგან. რატომ არის თანამედროვე ხელოვნების ენა ასეთი სპეციფიკური? რაშია საქმე? ეს ყველაფერი გვაინტერესებს ფსიქოლოგებს, რა თქმა უნდა. ესე იგი, როდესაც მიდგება საქმე ხოლმე ხელოვნების აღწერაზე, ჩვენ გვაინტერესებს რა იმალება თითოეული გამოსახულების, ან თუ კი არის მუსიკალურ ხელოვნებაზე ლაპარაკი, თითოეული ბგერის და მუსიკალური ტონის მიღმა. ჩვენთვის ყველაფერი არის სიმბოლო. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი ხელოვნებათმცოდნეები ამის გამო ხშირად საყვედურობენ. განსაკუთრებით კინომცოდნეები, რომლებთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ყველაფერი დაინახო და გაიგო როგორც სიმბოლო. მიიღე რაღაც ფაქტი როგორც ფაქტი და მაშინ მე ვეუბნები მათ ასეთ რაღაცას. მეც მაქვს ჩემი არგუმენტები, რომ ერთი და იგივე პეიზაჟი შეიძლება დახატოს და დახატული აქვს კიდეც მონეს და მანეს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად სხვა პეიზაჟი და მე ვეუბნები რატომ? თუ კი შეიძლება, ვთქვათ, ლანდშაფტი მიიღო როგორც ლანდშაფტი და მეტი არაფერი, რატომ არის ეს ლანდშაფტი ასე განსხვავებული, როცა მას ხატავენ განსხვავებული ფსიქოფიზიკის მქონე ადამიანები? რაშია საქმე? და ისინი ამბობენ, რომ ასეთები ხართ ფსიქოლოგები, ძალიან მომწონს მათი ასეთი რეაქცია თავისთავად.